გამარჯობა. ამ ვიდეოში შევისწავლით თავშლის მოქსოვას. ძალიან ლამაზი სახეა გამოყენებული ამ თავშლში და ეს არ არის ცალკეული დეტალები მოქსოვილი და მერე შეერთებული. ეს თავშალი იქსოვება ერთი ძაფით, განუწყვეტლად იქსოვება. ამ თავშალში მე გამოვიყენე ალიზეს კოტონ გოლდის ძაფი. თუმცა ვთვლი, რომ თავშლისთვის ცოტა უხეშია ეს ძაფი, მაგრამ სასწავლო პროცესისთვის არის მშვენიერი, რადგან ყველა თვალი გარკვევით ჩანს. საერთოდ გირჩევდით გამოიყენოთ უფრო ნაზი და წვრილი ძაფი. რაც შეეხება თავშლის ზომას, ან იმ საკითხს, თუ რამდენი დეტალი უნდა მოვხსოვოთ, ეს თქვენზე იქნება დამოკიდებული. ანუ სიგანეს და სიმაღლეს ირჩევთ თქვენ. ამას შემდგომში უფრო დაწვრილებით გავარკვევთ. მაშ ასე დავიწყოთ მოქსოვა. მოვხსოვოთ 5 ხაეროვანი თვალი. 1, 2, 3, 4, 5. შემდეგ შევდივართ პირველ თვალში, აი ასე, და ვაკეთებთ შემაერთებელ სვეტს. შეხედეთ, ძაფით კი არ ვქსოვ, არამედ თვალში ვაძვრენ. ამის შემდეგ უნდა მოვხსოვოთ 5 ჰაეროვანი თვალი და დააკვირდით, ჩვენ აქ გვაქვს პატარა წრე, რომელსაც შუაში აქვს ნახრედი. ამ ნახრედში უნდა გავაკეთოთ კიდევ 7 ერთნამატიანი სვეტი. როგორ ვაკეთებთ? ნამატი, როგორც ვიცით, ყაისნახით ქსოვაში გარედან შიგნით, აი ესე გადმოვკიდებთ ძაფს, შევედით ამ წრეში და 2 ეტაპად უნდა მოვხსოვოთ. 1, 2, აი გაკეთდა 2 ნამატიანი სვეტი. ამის შემდეგ 2 ხაეროვანს ვხსოვთ და ისევ ნამატი, შევდივართ წრეში და ვხსოვთ 1 ნამატიანს. ქსოვის დროს თან აი ამ წრეს, კუდი რომ დარჩა ძაფი, აი ასე ჩავაყოლებთ ქსოვაში. ეხლა ისევ 2 ჰაეროვანი და ისევ 1 ნამატიანი. აი აქ კეთდება თაღები. ეხლა მაქვს 3 თაღი. როდესაც 7 თაღი გაკეთდება, მე შევჩერდები და ყურადღებით მომისმინეთ. ანუ 2 ჰაეროვანი, ისევ 1 ნამატიანი, 2 ჰაეროვანი, 1 ნამატიანი, 2 ჰაეროვანი, 1 ნამატიანი, 1, 2, 3, 4, 5, 6 ჯერადრია, 2 ჰაეროვანი, 1 ნამატიანი, ეს ძაფი როგორ გვიშლის და აი 7 გაკეთდა. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. 2 ჰაეროვანს ვაკეთებ, 2 ჰაეროვანს და გახსოვთ დასაწყისში 5 ჰაეროვანი რო გავაკეთეთ. მესამეში შევდივართ, ისე რომ აი როცა შევუყარე, ზემოთ 2 ძაფი იყოს, ერთს თუ ამოსწევთ, ძალიან გაიწელება და ულამაზო გამოდის. ჯობია 2 ძაფის ქვეშ შევაცუროთ ყაისნახი, გამოვიტანოთ თვალი და შევაერთოთ. აი გამოგვივიდა ასეთი ბორბალივით, ხო? და აქ არის 8 თაღი. ანუ თაღები არის აი შიგნით, რაც არის ნახრედები. ამის შემდეგ ჩვენ უნდა გადავიდეთ ამ თაღში.
მოდ ვისწავლოთ გადაცოცება. არ გვინდა ამ სვეტის გასწვრივ მოგზოვა. ჩვენ გვინდა ამ თაღში მოიგზოვოს პირველი სვეტი. ამიტომ შევდივართ თაღში, ძაბს გამოვიტანთ და შემაერთებელ თვალს გავაკეთებთ. შეხედეთ, შიგნით შევიდა უკვე გზოვა. მოგზოვოთ 4 ჰაეროვანი და ახლა დავიწყოთ 2 ნამატიანებით გზოვა. შეხედეთ, 2-ჯერ დავახვიე ძაფი, შევედი პირველ თაღში და აქ უკვე 3 ეტაპად ვგზოვთ. 2, 2, 2. კიდევ, აი ნახეთ, 4 ძალია, ხო? აი აქ 4 გადახვეული. 2, 2, 2. კიდევ ერთიც გავაკეთოთ და ჩანს, რომ 4 სვეტია. პირველი სვეტის მოვალეობა შეასრულა 4 ჰაეროვანმა. და შემდეგ შეხედეთ, არის 3 ორნამატიანი. ამის შემდეგ ვგზოვთ 3 ჰაეროვანს. და ახლა შემდეგ სვეტში ვგზოვთ 4 ორნამატიანს. შემდეგ სვეტში ვგზოვთ. შეხედეთ, რა ლამაზი გამოდის. ეხლა მოვგზოვოთ 9 ჰაეროვანი. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 და 9. გავაკეთოთ ისევ 2 ნამატი და შევიდეთ შემდეგ თაღში. აქაც ვაკეთებთ 2 ნამატიანს. აი ასე. ამის შემდეგ 3 ჰაეროვანი გავაკეთოთ და გადავინაცვლოთ შემდეგ თაღში. აქაც ვაკეთებთ 4 ორნამატიანს. აი 4 ორნამატიანი უნდა გავაკეთოთ. აი შეხედეთ, როგორი გამოვიდა. ეხლა 9 ჰაეროვანი, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, ერთი წუთი, ხო 10, შემდეგ თაღში შევდივართ და ისევ ორნამატიანებს ვაკეთებთ 4 ორნამატიანს. ამის შემდეგ ვაკეთებთ 3 ჰაეროვანს და შემდეგ თაღში ისევ 4 ნამატიანს. 1 ეს 2 ეს 3 და ესეც 4. ახლა შევხედოთ შედეგს. ესე იგი 2 დაგვრჩა. ხედავთ, 2 დაგვრჩა.
აი ესეთი თაღი, დანარჩენი მოვგზოვეთ. ეს კუდია, რომელსაც მერე მოვაჭრით. შეხედეთ, დავდოთ ახლა. აი, ასე. მეგონი ლამაზი გამოვიდა. გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. მოვგზოვოთ 20 ჰაეროვანი. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20. მოვგზოვეთ 20. ეხლა გადავითვალოთ მეხუთე, 1, 2, 3, 4, 1 წუთი, 4 და მეხუთეში შევიდეთ. 1, 2, 3, 4, 5 შევედი მეხუთეში, გამოვიტანე ძაფი და ერთმანეთში გავატარე, ანუ გავაკეთე შემაერთებელი სვეტი. ამის შემდეგ უნდა მოვგზოვოთ 3 შემაერთებელი შემდეგ თვლებზე, ყოველ მათგანში. შეეცადეთ 2 ძაფის ქვეშ შევიყვანოთ ყაისნაღი, რომ წვრილი გამოვიდეს ეს ნაკსოვი. აი ასე. ეხლა შეხედეთ, ძაფი სად არის, ზევით არის. მოდით გამოვატაროთ ქვევით. აი ამის ქვევით გამოვატარე, რომ აქეთ წამომეღო ძაფი. გავაკეთოთ 2 ჰაეროვანი და დავიწყოთ ისევ აი ამ ნახრეთში, როგორც თავიდან გავაკეთეთ, აი ბორბალს გავს მეთქი, ისეთი დეტალის მოგზოვა. ანუ 2 ჰაეროვანი გავაკეთე და ეხლა ერთ ნამატიანებით ვიწყებ ისევ თაღების გაკეთებას. გავაკეთე ერთ ნამატიანი, ისევ 2 ჰაეროვანი, ისევ ერთ ნამატიანი და გავჩერდეთ, როცა გვექნება 7 თაღი. ჯერჯერობით 3 თაღი მაქვს, 1, 2, 3. რომ ხება გორგალია. კიდევ 2 ჰაეროვანი, 1 ნამატიანი, 2 ჰაეროვანი, 1 ნამატიანი და ასე შემდეგ, სანამ 7 თაღი არ გაკეთდება. იყავით ყურადღებით, რომ ზედმეტი არ გავაკეთოთ და დაშლა არ მოგვიწიოს. აბა ეხლა ვნახო 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, გამიკეთებია უკვე 7, 2 ჰაეროვანიც მოვგზოვოთ და შევაერთოთ აი აქ. მრგვალად რომ ისედაც თვალის ზომითაც შეგვიძლიათ ზუსტად მოვნახოთ ადგილი, სადაც უნდა შევაერთოთ, იმიტომ რომ ეს ბორბალი მრგვალი უნდა იყოს, ხო? გამოვიტანეთ თვალი და აი შემაერთებლით მოვგზოვეთ. ამის შემდეგ, აი ეს ჩვენი 20 თვალი რომ იყო, 20 თვალი, აი შეხედეთ, წაღმა მხრიდან მიდევს ორივე. მოვგზოვოთ 5 შემაერთებელი, იგივე პრინციპით. ყაისნაღი შევუყაროთ 2 ძაფის ქვევით. ცოტა ისეთი დამღლელი პროცესია, მაგრამ 5 თვალს გაუძლებთ. აი ასე. 4 და ესეც მეხუთე. შეხედეთ, ისევ ძაფი ქვემოთ გამოვატაროთ, რომ უფრო მოხერხებულად ვგზოვოთ და დავიწყოთ ყვავილის ფურცლების მოგზოვა. გახსოვთ ორნამატიანებით რო გზავნით. ეს ასრულებს პირველი სვეტის როლს. ესე იგი 3 კიდე უნდა მოვგზოვოთ. ორნამატიანი 1, 2
3. აი, გამოვიდა 4, ხო? შემდეგ 2 ჰაეროვანი და ცოტა გამოვწიოთ ახლა ეს თვალი. ახლა ესენი აი ისე დავდოთ, რომ ორივე წაღმა მხარეს უყურებდეს. შეხედეთ? აი ასე. პირველი ყვავილის აი ამ ადგილას 3 ჰაეროვანია, შევდივარ შუაში, მერე წამოვაცმევ ამ თვალს, რომელიც აი დავტოვეთ ჭხირის გარეშე და გამოვაძვრინთ. შეხედეთ? გამოვაძვრინეთ. ეხლა 1 ჰაეროვანი მოვგზავნოთ და შემდეგში მოვგზავნოთ ისევ 4 ორნამატიანი. 1 2 3 4. ერთი წუთი ძაფი გამოვშალო. მოვიმზადო უფრო მეტი ძაფი, აი ასე. 4. ხედავთ, აი აქ ესე გადაება. ეხლა 4 ჰაეროვანი მოვგზავნოთ, ცოტა გავადიდოთ ეს თვალი, შემდეგ პირველი ყვავილის, შეხედეთ, 9 რომ არის აქ, შუაში შევიდეთ, თვალი ზომითაც შეგიძლიათ მონახოთ, რო არ ითვალოთ შუა რომელია, მერე ყაის ნახს წამოვაცვათ ეს თვალი და გამოვატაროთ შუაში. ამის შემდეგ მოვგზავნოთ 4 ჰაეროვანი და დაუბრუნდეთ ისევ ჩვენ ახალ ყვავილს. მეორე ყვავილს, რომელსაც გსოვთ და მოვგზავნოთ რამდენი? 4 ორნამატიანი. 1 2 3 4. აი ასე. შემდეგ გსოვთ 3 ჰაეროვანს და ისევ შემდეგ თაღში გსოვთ 4 ორნამატიანს. 1 2 აი 2 ნამატი და მოვიწყდე 1 ნამატი გავაკეთე, 3 და 4. ამის შემდეგ გსოვთ 9 ჰაეროვანს, 3 4 5 6 7 8 და 9 ჰაეროვანს მოვგზავნთ და შემდეგ თაღში მოვგზავნოთ 4 ორნამატიანი. შემდეგ 3 ჰაეროვანი და შემდეგ თაღში, აი შემდეგი ხო ეს არის, მოვგზავნოთ 4 ორნამატიანი.
რა მივიღეთ. შემდეგი ისევ იგივეს ვიწყებთ. უკვე უნდა მოგხსოვთ მესამე ყვავილი. ანუ რას ვაკეთებთ? 4 ხაეროვანს 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20. აი 20. შეხედეთ 20. გადავითვალოთ 5, 1, 2, 3, 4, 5. მეხუთეში შევდივართ, გამოვიყვანოთ თვალი და გავაკეთოთ შემაერთებელი სვეტი. ოპა, აი ესე. ამის შემდეგ 3 უნამატო, და ეს ძაფი როგორ თქვით? ქვევით, აი ნაკსოვის ქვევით გამოვაძვრინოთ. აი ასე, მოვხსოვოთ 2 ხაეროვანი და დავიწყოთ ისევ ერთნამატიანი სვეტების მოხსოვა. ანუ უნდა გავაკეთოთ ერთნამატიანის მერე 2 ხაეროვანი, ისევ ერთნამატიანი, ისევ 2 ხაეროვანი, ისევ ერთნამატიანი. ისევ ბორბალს ვაკეთებთ. ეს არის ყვავილის გული. 7 თაღს რომ გავაკეთებთ, ეხლა მაგ 4 თაღი, ეს გულია, ხო? ეს გარშემო 4 თაღი, კიდევ 3 მინდა და გავჩერდები. აი 7 გავაკეთე. ეხლა 2 ხაეროვანს ვაკეთებ და შევაერთოთ რომ წრე გამოვიდეს. აი წრე რომ გამოვიდეს. აი ასე. და აი მივიღეთ კიდევ 1 ყვავილის გული. ამის შემდეგ 5 უნამატო უნდა გავაკეთოთ. აი შეხედეთ, ეხლა ჩემი მოტრიალდა და ვეძებ რომელია კარგი მხარე. სად უნდა მოგხსოვო? აუცილებლად აი ესე უნდა ჩანდეს, რომ მე მოვხსოვო 2 ძაფის ქვევით. ეს არის უკუღმა მხარი. შეხედეთ, რაღაც არეულდარეულივით არის და ეს ლამაზი ნაწნავივით არის. ზუსტად ამას უნდა უყურებდე, რომ მოვხსოვო ეს 5 უნამატო. 2 ძაფის ქვემოთ შევდივარ და ისევ ვხსოვ. შეხედეთ, აი ესე მიდევს, ხო? აი ესე ისევ ძაფს ქვევით გამოვაძვრენ და დავიწყებ 2 ნამატიანებით ქსოვას. აი ეს შემიძლია, აი ესე ფრჩხილით ახლო მოვწიო, რომ ახლო იდგნენ ეს სვეტები. პირველმა სვეტმა გაკეთებული რომელიც იყო მზა, პირველი სვეტის როლი შეასრულა და 3-ც კიდევ მოვხსოვე. ეხლა 3 ხაეროვანს მოვხსოვ, 2 ნამატი და გადავინაცვლოთ შემდეგ სვეტზე. ოთხი მოგხსოვე, ხო? არა, შეხედეთ, აქ შეცდომა დაუშვი.
ეს არ უნდა მომექსოვა. 2 ხაეროვანი გამოვწიოთ ეს, ესე გამოვწიე. შეხედეთ როგორ დავდე. აი ქვემოთ მოუქსოვადია ესენი, ეს 2 თაღი. ხო, მე შევედი აქ და გამოვიყვანე აი ეს თვალი, გავერთე ლაპარაკში და დამავიწყდა. ანუ მივაერთე, ხო? მეორეს მივაერთე. აი საჭიროდი. შემდეგ მოვხსოვე 1 ხაეროვანი და უკვე გადავიდეთ შემდეგ თაღზე. ახლა შეგვიძლია თამამად მოვხსოვოთ ეს 4 ორნამატიანი. შემდეგ მოვხსოვოთ 4 ხაეროვანი და აი ცოტა გავადიდე, გავწიე და მეორე ყვავილის შუაში ხა მოვნახავ, შევდივარ, ამასაც ჩამოვაცმევ ყაისნახს და ოპ, გამოვატარე. შეხედეთ უკვე გადაება. ეხლა 4 ხაეროვანს გავაკეთებთ და შემდეგ თაღში ისევ 4 ორნამატიანი. არც ერთი თაღი არ გამოტოვოთ ხოლმე. ყველა თაღი უნდა მოიქცოს. აი ესე. შემდეგში ვქსოვთ 3 ხაეროვანს, ხო? და აი ეს თაღია რიგში. აი ასე. დავამთავრეთ 4, მოვხსოვეთ. ეხლა ვქსოვთ 9-ს, 6, 8, 9 და შემდეგ თაღში ვაკეთებთ რამდენს? 4 ორნამატიანს. აი ასე. 4 ორნამატიანს. უკაცრავად. შემდეგ 3. აი 3 ხაეროვანი და შემდეგ თაღში ისევ 4 ორნამატიანი. ნახოთ რა შედეგი მივიღეთ. აი რა ლამაზი შედეგია. აბა გამოვიცნოთ რას ვაკეთებთ. ანუ როცა ყვავილს ვამთავრებთ, ეს 2 დატოვებული უნდა იყოს, ეს 2 თაღები, შემდეგ ირიგები დაექსოვოს ზედ. როდესაც ყვავილს ვამთავრებთ, მაშინ ვაკეთებთ რას? 20 ხაეროვანს. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19 და ესეც 20. შემდეგ აი ისე მაქვს მოტრიალებული, რომ ამ ჯაჭვს უნდა ვხედავდე ზემოდან და არა აი ეს ქვემოთა მხარეა ზემოდან.
შემდეგ მეხუთეს გადავითვლი, აი ასე შევუყრიყ ის ნახს და შემაერთებელს ვაკეთებთ, ხო? მერე 3 შემაერთებელ თვალს მოვგზავნთ, 1 2 ძაფის ქვეშ, ხო? თქვით, 2 ძაფის ქვეშ ვუყრით, რომ ეს წვრილი გამოვიდეს, სხვილი ღერო არ გაკეთდეს, ესე. აი ესე გვაქვს, ხო? ესე ვგზავნთ. ეხლა ეს ძაფი ქვემოთ, აი ეს ზემოთ გადავიტანოთ მოგზოვილი და ეს ქვემოთ გამოვაძვრინოთ და ისე ვიწყებთ ყვავილის გულის ბორბლის ფორმა რო აქვს, იმის მოგზოვას ერთნამატიანებით. ანუ შეხედეთ, როდესაც გავაკეთე 3 უნამატო, მერე მოვგზოვე 2 ჰაეროვანი, ანუ აი 3 უნამატო როგორ გაკეთდა, მერე 2 ჰაეროვანი და შემდეგ ბოდიშით ერთნამატიანი უნდა გავაკეთოთ. აი ასე, ისევ 2 ჰაეროვანი, ისევ ერთნამატიანი, ისევ 2 ჰაეროვანი, ერთნამატიანი და ასე ვგზავნოთ, სანამ 7 თაღი არ გაკეთდება. შევჭერდეთ ეხლავე ძაფს. გამოვარღვევ ცოტა. აი ასე, მოვიმარაგე ძაფი. აბა მოვგზავნოთ 7 ცალი თაღი და აი შევჭერდეთ. არ არის ძალიან რთული, უბრალოდ რამდენჯერმე რომ მოგზოს ადამიანი უკვე ზეპირად იმახსოვრებს. პირველად როცა მოგზოვე, კოშმარი მეგონა ვერ დავიმახსოვრებდი. არა, როცა რამდენჯერმე მოგზო, უკვე ადვილად თვითონ ამახსოვრდება ადამიანს. ძალა დაუდანებლად. აი 7 გავაკეთე, 7 თაღი, 2 ჰაეროვანი და აი აქ აი ესე შევიდეთ და შემაერთებელი თვალით მოვგზავნოთ. ეხლა შეხედეთ, ვეძებ რომელია ზემოთა მხარე, რომ ზემოთა მხარეზე კიდევ 5 შემაერთებელი უნდა გავაკეთო. 1 2 3 ნაკსოვის ქვეშ თიც ვდებ ხოლმე, რომ ადვილად შევიდე. ისე ცოტა ძნელია, ესე რამეზე თუ არ დაედო, ცოტა რთულია. აჰა, აი 5 მოვგზოვე. ამის შემდეგ რას ვაკეთებთ? ეს ნაკსოვი გადავიტანოთ, ანუ ძაფი ქვევით გამოვატაროთ და ვიწყებთ ისევ ჩვენ ორნამატიანებს. თავიდან 3ჯერ უნდა გავაკეთოთ, ხო, ორნამატიანი, იმიტომ რომ პირველის მაგივრობას ასრულებს აი ეს სვეტი. ესე იგი 3 კიდევ უნდა მოვგზოვო. 1 2 სულ მივიღებთ 4 სვეტს. აი ასე, აი 4. მერე ვაკეთებთ 2 ჰაეროვანს და აი ესე გამოვწევ. ეხლა შეხედეთ, ისე დავდოთ, რომ აი ეს ცარიელი თაღები ქვემოთ იყოს. აი. ეხლა შევუყრი აქ შუაში, მერე აი შეხედეთ, გამოვდებ ამას და გამოვაძვრენ. მოვგზავნოთ 1 ჰაეროვანი. ამის შემდეგ მეორე, ანუ შემდეგ თაღში გზავნთ 4 ორნამატიანს. აი ასე. მეორე თაღშიც მოვგზავნეთ
4 ორნამატიანი. შემდეგ მოვგზავნოთ 4 ჰაეროვანი. ეხლა ნახეთ. აი აქ მესამე ყვავილია ეს. აი მესამე ყვავილი. შუაში შევაძვრე ყაისნახს, გამოვდებ ამ თვალს და გამოვიყვან. ამის შემდეგ ისევ 4 მოვგზავნოთ ჰაეროვანი და შემდეგი თაღის მოგზავა დავიწყოთ. ალბათ უკვე შეხსენება აღარ გვინდა რომ ყველგან 4-4-ს ვაკეთებთ. უბრალოდ აი ამ ჰაეროვნების 4-4 შორის ჰაეროვნების რაოდენობა ხოლმე სხვადასხვა და ამის დამახსოვრება მოგვიწევს. შეგიძლია ჩაიწეროთ კიდევაც და ისე მოგსოვოთ. მოვგზოვე 3 მესამეა ხო? აი შეხედეთ 4 მესამე, შემდეგ 3 ჰაეროვანი მოვგზოვოთ და შემდეგ თაღში ისე 4 ორნამატიანი. ეხლა 9 ჰაეროვანი და შემდეგ სვეტში ისევ 4 ორნამატიანი. აი, დამეშალა. ახლიდან მოვგზო. შემდეგ სვეტში ეხლა 3 ჰაეროვანი და ისევ 4 ორნამატიანი. გახსოვთ დასაწყისში გითხარით თავშლის ზომა თქვენზეა დამოკიდებული თქო. ანუ ეხლა მაგ 4 მოგზოვილი თქვენ შეგიძლიათ 5 მოგზოვოთ 6 და ამით იზრდება სიგანე. ეხლა რომელი რისი სიგანეა ის რომელი ადგილია? მოდით დავხატოთ. აი ნახეთ სამკუთხედი. ჩვენ მოვგზოვეთ აი ეს ადგილი. აი ეს ადგილი. ანუ კუთხე არის აი აქ. ჩვენ მოვგზოვეთ აი ეს ადგილი. ანუ ეს არის სამკუთხედის ძირი, ეს არის გვერდები. ანუ ჩვენ მოვგზოვეთ გვერდი. ეხლა შევისვენოთ და შემდეგ ნაწილში გავნაგრძოთ გზოვა.